გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ 300 კურსდამთავრებულ სწავლის დამთავრება მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი უძღვებოდა. უნივერსიტეტის რექტორმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა. კურსდამთავრებულებთან ერთად სწავლის დამთავრების ეტაპი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და უნივერსიტეტის რექტორმა ერთად შეაჯამეს. საზეიმო ღონისძიება კურსდამთავრებულებისთვის გორის უნივერსიტეტში უკვე ტრადიციაა. გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, რაც უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, ასევე მთავარ პრიორიტეტად ჩვენ დავისახეთ და ამასაც ვახორციელებთ ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება სასწავლებელს. იმიტომ რომ ბუნებრივია, ხო, ბატონმა გიორგიმ ახსენა თავისი სტუდენტობის წლები და სამწუხაროდ ჩემი სტუდენტობის წლები ცოტა არეულ პერიოდს დაემთხვა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი თავარი, რომ შვიდ გარემოში ვიცხოვროთ და ვისწავლოთ და მეორე რომ როცა შემოვდივართ სასწავლებელში სიამოვნებდეს სტუდენტსაც, პროფესორ-მასწავლებელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც და მე ვფიქრობ, რომ გორი ერთ-ერთი მართლა ყველაზე კარგი მაგალითია, არაჩვეულებრივად არის რეაბილიტირებული ეს კორპუსი და ვიცი როგორ დანარჩენი კორპუსების რეაბილიტაციაც ფაქტიურად ფინიშის ზღვარზეა მისული და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ განათლების ხარისხი იყოს ამაღლებული ქვეყანაში. საზეიმო ღონისძიებაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტში გატარებულ რეფორმებზე, სამომავლო პროექტებზე და იმ სამეცნიერო კონფერენციებზე, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. უნივერსიტეტის ლექტორებს და წარჩინებულ სტუდენტებს სხვადასხვა ჯილდო და სტიპენდიები გადასცა. დღევანდელი დღე ერთნაირად ემოციური იყო როგორც ლექტორებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. უნივერსიტეტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა სტუდენტისათვის ასოცირდება მხოლოდ პოზიტიურთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, ეს იქნება განათლება, მეგობრებით მომავლის ხედვა, ყოველთვის ჩვენთან დარჩება. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებმა ლექტორებს და განათლების სამინისტროს მადლობა გადაუხადეს.